საინტერესო ჩემპიონატი გველოდება, ეს უნდა თქვათ. იბერია, დინამო ბათუმი, გორის დილა. უატარა რა კარგი ქმედებები დარტყმა სიაპანაუიგერიებს. არ და პასი შეეძლო უატარას. ბუღრიძე. კიდევ ერთი დარტყმა და გავიდა გოლი. გავიდა გოლი, მაინც მოახერხა გორის დილამ. მეორე მითავა ასისტენტობა და გაატანინა ანდრონიკაშვილი. დიაგონალური გადაცემა ამ ბურთზე ითამაშა აქ დილას 21-იანობერმა არუნა უატარამ კარგი გადაცემას გააკეთა და დეობასინგას მეოთხე გოლის შემდეგ ვერავინ ვერ ითამაშა დეობასინგას წინააღმდეგ მარტივად მიიღო კონგოელმა ბურთი და ეს დარტყმაც ბიძე საკმაოდ ხისტი თამაში ტატო ჟივიძის და შეტევა გაგრძელდა ამასობაში თელაվել გორის დილას ფეხბურთელები უტევენ კარგი მომენტია ნახოთ აბა დაგვირგვინდება თუ არა გოლით რამე დარტყმა თანდილაშვილი რა ბურთი უნდა გაეკეთებინა პასი შეყილაძეზე კიდევ ერთხელ ნახეთ ეს ეპიზოდი აქ უკვე პოზოსაც გაცდა უატარა მიიღო ბურთი და უკეთეს პოზიციაში აშკარად შეყილა რიკარდო კოშტაზე ვსაუბრობთ, რადგან პორტუგალიელი ფეხბურთელები ჭარბობენ გორის დილაში და დღესაც მოედანზე არიან. უნდა ვთქვათ ის ეპიზოდი ვნახოთ შორეული დარტყმა აქაც სამი მატჩი ლიგაურში და ძალიან საინტერესო შეხვედრები იყო. ტყიბულის მეშახტემ ბოლო წუთზე მანამდე კარგი დარტყმა გარის მიმართულები და რა ლამაზი გოლი, საფი გოლი მაინც გავიდა გორის დილა. ახერხებინ იყო ეს ფეხბურთელი, კარგი გათამაშებები და შვენიერი გოლი, რომლის ავტორიც კარეში 5-1 წააგო ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმა და 1-1 გაათანაბრა დილამ ანგარიში ძალიან დროულად პრინციპში შეხვედრის 63 წუთზე ერთი გოლი იმ გოლს რომელიც ბათუმის დინამომ გაიტანა ამავე კარში ამავე კუთხიდან მოწოდებული კუთხურის შემდეგ და ჩვენც გავალთ შესვენებაზე რა თქმა უნდა ჩაწოდება საჯარიმოში მეორე სართულზე ბრძოლა ბურთისთვის რამანს საკუთარ საჯარიმოსთან არიან ისე როგორც თლიანად მეორე ტაიმში პრინციპში ანდრონიკაშვილი რა კარგად აჭრა ბურთი გიორგი ლორია რა ბურთს იგებს ანდრონიკაშვილის პასი კი ცალკე აღნიშნვის ღირსი იქულა ჰქონდეს გორის გუნდსაც ჟან-მარკ ტიბუე აწვის საჯარიმოში დარტყმა და შესანიშნავი გოლი რომელიც გააქვს არუნა უატარას ეს მისი დუბლია და არუნა უატარას მხრიდან დუბლი ამასობაში მოედანზე შემოსასვლად ორ-ორი გომისი ემზადება ჩაწოდება რა კარგი ეპიზოდი იყო ისევ არუნა უატარა იყო ყურადღება ანდრონიკაშვილი ჟან-მარკ ტიბუე ჩაწოდება რა კარგი ეპიზოდი იყო გადარჩა უმრობს წყალტუბოს სამგურაოს ნახოთ ჯერ ეს ეპიზოდი კარგი მცდელობა სტუმართან მხრიდან და საბოლოოდ აქ დამატებაზე თამაშობენ აუტსაიდერი ყველა გუნდი ბრძოლაშია და აი ახლა დადგა ის საკალოდ ბურთო ტერმინი რომ გამოვიყენოთ მეოთხედი რომელშიც გორელებს შეეძლოთ დაუჟოთ ცენტრალური მცველი და შემდეგ მისი პასით ურტყამდა არუნა კონტე კარგი გადაცემა შეიძლება გატანა დარტყმა და რა შანს ანიავებს ამ შემთხვევაში გორის დილა კონკრეტულ ბაქარ კონტეს გადაცემა კარგი მომენტია შანსი გორელებს დარტყმა ფილიპ კლიაიჩი აიღო ეს ბურთი მარჯვნივ კეთდება გადაცემა. მოედანზე შემოვიდა საბა ნომერი 18. 6 წუთია ჯერ კიდევ სათამაშოდ ასე რომ ჟივიძემ დაგვიანა ბურთზე წასვლა. უატარა რაო აკრობატულ სტილში ამუშავებს ბურთს და უზუსტეს გადა
მოთამაშეა, ისეთი რომელმაც სამგურალთან მატჩი დაიწყო ძირითადიდან 7 მოთამაშე დღევანდელ მატჩში Marajif hit the outside of the post. It would have given Senegal a 2-0 lead instead. Back again. Tara looking for Kamara just კიდევ ერთი ამჯერად გადაცემა გააკეთა პასაციას მისამართით, მაგრამ არ გავიდა. იტრაკი იყო განსხვავებული სიტუაცია იქნებოდა, განსხვავებული თამაში იქნებოდა, მაგრამ არა, ჯერჯერობით გუნდი არ არის დაიკარგა, ასე რომ ვთქვათ და სწორედ ეს დრო მიმდინარეობს ახლა უკვე გორელთა შეტევა არის. უნდა და ამ შემთხვევაში ფეხბურთელს კლასიც უნდა კონდეს და რა თქმა უნდა მკიცე ნერვებიც იმისათვის რომ ასეთ სიტუაციაში იყოს და 36 ქულით ოღონდ ცოცხალწლზე მაქვს საუბარი მე-5 პოზიციას იკავებს გაგრა მე-6-ზე 32 და უკვე ხალხილი გახლავთ ეს ფეხბურთელიც აქ კი გორელები ცდილობდნენ შეტევას დავით ფაღავა ბურთით დიაგონალურ გადაცემას ამზადებდა თითქოს მარცხენა ფლანგზე იხსნებოდა თორნიკე შეყილაძე ერთიერიში გამოვა ალბათ მეიტე თვითონ წაიღო ბურთი ცენტრში პასი გააკეთა პედრო მენდეში 6 ნომრით ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 7 ნომრით გულბაქარ კონტე 11 ნომრით თოთარ ფარულავა ჯერ ეს ეპიზოდია სადახავი და გამოვიდა characteristically poor touch from Alio. Oh, lovely play on the right hand side. Nigeria streaming forward again. მეორე ტაიმში უკვე შეტევითი პოტენციალის გამორნა სცადამან და პრინციპში წამოიწყო კიდეც თავისი გუნდის იერიში. გაიტანა. ვარუნა უატარა, რომელსაც ამ მატჩიც არაერთი შანსი მიეცა. ერთი წლის აუგუსტო სანტოს პორფირიო იყო, აქ მუნჯირის კარგი გადაცემა ქუსლი, თუმცა მერე მოედის ცენტრში. რაც შეეხება დილას ბოლოს შეხვედრას უშუალოდ ეროვნულ ლიგაში თქვით რომ სამგურალთან იმაშო მოედანზე შემოსასვლელად ნახოთ ვის ნაცვლად შემოვა 27 ნომერი განელი 19 წლის მოთამაშე რომელიც აქტიურად საშინაო მოედნის ფაქტორი ამ წელში როგორც ჩანს ამ სეზონში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ნახოთ ეს იერიში როგორ დასრულდება ამასობაში ქუთაისელთა შეტევა ბიორნიონსენი პასი პაატა ხუდუშაურს არ უნდა ვატარა მითამაშა ამ ბურთზე ყანელობით ნახოთ ჯერ ეს მომენტი ბიორნიონსენის გადაცემა კომნენ ანდრიჩი პაატა ხუდუშაური პასი საჯარიმოში და აქ ბიორნიონსენი მოითხოვს პენალს მაგრამ ეს
მისდევთ დასრულების საშუალება, რადგან თანაბარი ქულების პირობებში იბერის ზარებს, რადგან ახლა გუნდმა აუცილებლად უნდა შეუტიოს, აუცილებლად უნდა მოიგოს ეს მატჩი, ყველა ვარიანტში სჭირდება მინიმუმ ანგარიშის გათანაბრება, სულ მალე რომ მერე უკვე გამარჯვების გოლის გრძელდება ის უბრალოდ თელავის შეტევა. ანდრია დევდარიანი იყო ბურთთან, არუნა ვატარამ კარგად ითამაშა, იგერიევს ბურთს წინ. ბურთს სათამაშო გოლის ფარგლებს გარეთ, თუმცა თამაში გრძელდება, წამოდგა იქ სტუმართა Tournament is held in Botswana. Lovely attempt at 1-2, but Burkina Faso win it. They can't hold on to it. Breaks kindly. Papendia keeps going. Well, the Boubacar Camara leaves it a little short. Senegal on the break. Oh, like a prickly pineapple. To get there ahead of Abubakar Kamara. There's immediately space over on that far side after Messina was involved. Ball's been given away. A chance to run for Eke, but having given the ball away, Ouattara did really well. Goes for the short throw this time. წარმატებას მიაღწიონ შეტევაში აქ ჩაიჭრა ეს გადაცემა, ჯაჯღავა თამაშობს კარგად, მე იბრძოლა ამ ბურთის და საბოლოოდ არ უნდა წინასვლას მოუწოდებს ჭიაბლიშვილი ის ფეხბურთელებს. აიღალა გამოიფი ლაკვეხელიანი, კაფიანიძე. შეცდომა კაფიანიძის Ouattara. უკანეტო ლაშა გურგენიძე დაარტყა წინ ძლიერად. უძე არ გადავიდა ბურთი. მოედნის წინ გავიდა გორის დილამ, ახლა სხვაობაში ამცირა სამგურალმა და საერთოდ გასათანაბრებლად იბრძვის ჯეფერსონი, მისი ესპასიც არაზუსტია. არანაირად არ ვერავინ მწვრთნის კომპეტენციაში, უბრალოდ თუ იმეს გამოყოფა შეიძლებოდა დილას მხარეს, ესენი იყვნენ სათავეში საგარეჯოს გარეს უკვე ორი კახური გუნდია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, რაც სადაც 10 წლეულზე მეტი ხანია ასეთი რამ არ მომხდარა და სერია და ამ 5 მატჩიდან 4 მოგება, რაც რა თქმა უნდა ბუნებრივია ჯამში. საკმაოდ ბევრ ფულას ნიშნავს, ახ საფათოა ფოთელთა ეს იერიში და გამოაქვს ძალიან საფათო და მწვავეს ზონიდან ბურთი კი გაგვიძეს. ეს იყო პირველი მცდელობა უკვე სტუმართა შესრულებით, აქ საფათო იერიში უკვე იმ თაობის ლეგიონერებიდან მოკლედ ანოფი, ირაკლი ბუღრიძე, ემანუელ ბუასი, რომარი კეტო. Ouattara. შვენიერი მოქმედებები კონტროსაც რომ საინტერესო იქნება ერთხელ მაინც დილას ჩემპიონობა, აი ამ ხელმძღვანელობის ასე რომ ვთქვათ, 5 მატჩი საბოლოოდ 3 გოლი მოუგროვდა. ის ამპლუით ცენტრალური თავდამსხმელია. შეიძლება საგოლე აღმოჩნდეს და კარგად თამაშობს აქ ბექა ხარშილაძე, რომელმაც არ მისცა საშუალება მეტოქეს თამაშის გამწვავებისა, ჩაწოდებასაც დაიწყო. გარკვეულია უკვე ამ მატჩის ბედი, დილას მოთამაშეები უფრო ენერგიულად გამოიყურებიან, აქ შეიძლება მესამე გოლზეც დატანილი აქვს უკვე გუნდს და შეტევაზე ფიქრი დიდად არ აქვს ვალდებულებაში. დილას ექნება ამ კუთხით უკვე კონტე ჩაწოდება საჯარიმოში, შეიძლება ალბათ დარტყმა, უკან პასი ფარულავა. რა თქმა უნდა ძალიან დიდ განსხვავებას ქმნის სათამაშო მოედანზე, მით უმეტეს რომ
დილას მოთამაშეები ძალიან დაუჟო ნახევარდაცვის საღდენ ზონაში კონტე ვატარა მშვენიერი კუსტით გადაცემა კონტე ვარის ჩართვა თამაში არ გახდა საჭირო. ხო და ამ სტაბილურობის შენარჩუნება დილასთვის ძალიან მოთან პრინციპში საგოლე ეპიზოდთან დიდად საქმე არ მქონია. და სივრცეები ფაქტობრივად არ ჩანს. აქ თითქოს იპოვნეს დილას მოთამაშეებმა ეს სივრცეები. აქ რამეზე გადაცემა ყვეხელიანი თამაშობს ძალიან ყურადღებით. გრძელდება მატჩი. ვატარა მშვენიერი მოქმედება და რა კარგი მატჩი აქვს არუნას. დაბალი პასი გავიდა და გახლავთ რა შეეხება გორელების შემადგენლობა, სადაც შეცვლა არ ყოფილა, მანამდე შეტევა მათი მარჯვენა ფლანგიდან უატარა პასი საჯარიმოში დაარტყმა და შევჩენკომ დილას შემადგენლობაში პირველ ცვლება მზადდება, რამდენადაც მივხედავ ბურთით გორის დილას მოთამაშეები არიან, ორმაგი ცვლილებით იწყება მეორე ტაიმი. პირველ ტაიმში ერთი იძულებით ცვლილება იყო დილას შემადგენლობიდან. Forced to go backwards. It's better though, Ouattara. Some phases of play in here, Burkina Faso, but it's all ცხნივ თუ შეძლებს პასის გაკეთებას, არა კონტემპ ცენტრში გააკეთა გადაცემა და სადაც უატარა არის, უატარა კიდევ ბათუმი გარეჯს უმასპინძლებს და ეს ტური 29 ტური უკვე დასო პაუზასაც ბოლო შეცვლებსაც იყენებს ზურაბ ჭავჭანიძე და აბდურამან ოლუეგემი. იმდენივე რამდენიც ჟალენ ბლესას ეს დინამო ბათუმის ესპანელი ლეგიონერი გახლავთ, ისიც კარგ ფორმაშია და დინამო გახლავთ დინამო თბილისი 11 ქულით, მეხუთეზეა თელავი 10 ქულით, მეექვსეზე სამგურალი 8 ქულით, მეშვიდეზე გაგრა. არეტერფით გაკეთებული პასი მარცხნივ შეჯახება ჯარიმას გავს, მაგრამ თამაში გრძელდება და საგარეჯოელებს რჩებოდათ ბურთი, მერე ვატარა ამ ხილაძე ახლა აქ კიდევ ერთი ჩაწოდება დარტყმა არ შედგა დავით კერესელიძე პირველ პოზიციაზე გადასულიყო 25 ტურიდან მოყოლებული რამდენიმე ტურის განმავლობაში იყო იმაზე რომ ამ სეზონის განმავლობაში თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში კარგია ვატარ პარალელურად მიმდინარეობს პრეფიქსირდება დასრულდა უკვე მხოლოდ ერთი მიმდინარეობს იმიტომ რომ ოხრეიძის გადაცემა მარცხენა ფლანგისაკენ კალანდარიშვილმა შესანიშნავად ითამაშა ამ ეპიზოდში ერთი შეხებით მოახერხა ბურთის ისე მიღება რომ თან მეტოქეც ჩამოიტოვა ბალაძე უკან გადაცემა კაფიანიძე მოდიდით პრინციპში ტორპედოსა და იბერიას მატჩშიც იქნება დილას და დილას გულშემატკივარ შადმაშის დაუჭირდა იმდენად ტექნიკური სწრაფი მოთამაშე გახლავთ და შედეგებიც რომელიც ამ ბრაზილიელმა მოთამაშემ დააფიქსირა კრისტალბათ ეროვნულ ლიგაში 4-ში და გაიტანა 2 გოლი. ერთი შეხვედრა მან საქართველოს თასი რაუჟო ფრანგი ჟან-მარკ ტიბუე აბუბაქარ კონტემალიდან ეს ლეგიონერები არიან მათ და ველისონი თუ გავა და ასაკმო პოზიციაზე ოდნავ ძლიერი იყო ეს პასი და შეტევა სიმწავე შედარებით მოაკლდა, მაგრამ ჩაწოდების შემდეგ შეიძლება 3 პედრო მენდეში, 6 ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, 7 აბუბაქარ კონტე, 11 ოთარ ფარულავა, 13 ჟოაო არაუჟო, 21 არუნ საინტერესო იქნება. ეს ამ სათამაშო დღის შეხვედრებია. აი რაც შეეხება შემდეგ ტურს, გველოდება შემდეგ მეორე ტაიმი დილამ გაცილებით უკეთ ჩაატარა, ალბათ ეს ეპიზოდი ვნახოთ ჩაწოდება საჯარიმოში ისევ და ისევ ლეონარდო ასურსე უყურა ტურებში ჩაწოდება საჯარიმოში და გამოაქვს ბურთი 25 წუთი შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 27 ტურის მესამე მეორე მცდელობა იქნება არა დინამოელებმა დაიკავეს პოზიციები მარჯვნივ გადაცემა იკაბიძე აწვის ბურთს საჯარიმოში კაპიტანი ხო ტაიმის ამ ანგარიშით
დასრულება დინამოსთვის ადგილის პირდაპირ შენარჩუნებამდე ზოგს თქვათ ევროსაგზურის მოპოვებამდე სხვათა შორის დილა აღმოჩნდა მსგავს ვითარებაში ტორპედოზე ნაკლები 6 წუთია დამატებული იქ მომიჩვენა რომ 5 წუთი იყო დამატებული ასეა თუ ისე თამაში გრძელდება დრო არის და ნახოთ სტუმერი მეორე ტაიმში წადა მან ბედი შეტევაში ბუღრიძე ემზადება ირაკლი ბუღრიძე მოედანზე შემოსასვლელი 51 წუთზე მოახერხა ფაღავამ გოლის გატანა ლეშჩინსკის გადაცემის შემდეგ პირველ ტაიმს საერთოდაც მოიგო კოლხეთმა მე უნდა გახდეს წესით და რიგით იბერიასა და გარეთ შორის მიმდინარე შეხვედრაში დაახლოებით ნახევარი საათი რჩება ამ შემთხვევაში დარტყმას მაგრამ ის არ გამოვიდა ეს ყოველივე და თავადვე დაარტყა ნამოლთა მეკარი საინტერესოა რამდენ ხანს გაუძლებს ფიზიკურად დინამო ბათუმი დილასი გადალახა რამდენიმე წუთია და მათგან უმეტესობა არის ძალიან ახალგაზრდა ყველაზე ასაკოვანი არის რომარი კეტო რომელიც 30 წლის გახლავთ მეორე გოლი გაიტანა ეროვნულ ლიგაოში დანდილაში თორა დააგვიანა თამაშის განახლება და სიმართლე რომ ვთქვა თელავი არც მოძრაობა იგერიებენ ბურს თელავის ფეხბურთელები წინ ვარაუდოთ რომ ეს მატჩი მათ მოიგეს და გავიდნენ ფინალში კიდევ არის შანსი მაგრამ აი ეს გოლი რომ გაეთ აი ეს კიკაბიძე ჩაბრუნება საჯარიმო მოედანში გოგოტიშვილი ძლიერი დარტყმა წინ იობაშვილი დაიტვირთება რა თქმა უნდა მაგრამ უატარა განეკუთვნებოდა დარტყმა წინ დარტყმა წინ და სამი აუტანა თელავს როგორც 64 წუთი შეხვედრისა რომელიც არკვევს საქართველოს დავით ყიფია შემოქმედებაში მხოლოდ 2 საგზურო ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ამ დარჩენილი დროის განმავლობაში დილა კი წამებს წუთებს წამის მიასედებს ითვლის ახლა ფინალამდე ძიმე თამაში შეცვლაზე 3 ლეგიონერი არიან ჯან მარტივი მახსოვს სწორედ იგი იყო მოთამაშე რომელიც შესრულებული დარტყმა ხოზრევანიძემ აქცია გოლა და თავის პირადი აქტივი გატანილი გოლებისა გაზარდა